ისევ მოვედი unboxing-ით, ოღონდ ეს არ იქნება ჩვეულებრივი unboxing-ი, ეს იქნება ნოსტალგიური unboxing-ი. დავიწყოთ. როგორც ადრე რამოდენიმე ხნის წინანდელ ვიდეოში გითხარით, იაპონიაში უცხოეთის კანფეტები და ისეთი რაღაცები დიდად არ იყიდება და არსებობს მხოლოდ ან Amazon-ზე უნდა იყიდო, ან უცხოეთის რაღაც მაღაზია არსებობს ესეთი, იქ უნდა წახვიდე ეძებო, ან იპოვი, ან არ იპოვი და მოკლედ მე Amazon-ზე ვიპოვე ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აი ამაში მოთავსებული რაღაცების გამოყიდვით არის დაკავებული და რა თქმა უნდა, ვისთან ერთად გავხსნით თუ თქვენ არა. სანამ ამას ამოვიღებ, მოდი გეტყვით წინასწარო, ეს არის შოკოლადი. ოღონდ ეს არ არის უბრალო შოკოლადი, ეს არის ისეთი რომელი შოკოლადი, აი ნებისმიერი თქვენ 90-იანების ბავშვის სახლში რომ მოიძებნებოდა და ეს ის შოკოლადი კი არა ბომბონერია, რომელიც მასწავლებელთან მიგქონდა გილოცავთ მას დაბადების დღეს, ან გილოცავთ მას სასწავლო წლის დაწყებას, ეს ის ბომბონერია, რომლითაც ყველა ერთხელ მაინც გამოუმტყვრალ ვართ. ნუ თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გამოუმტყვრალ ვარ. ალბათ მიხდით, რაზეც გეუბნებით. ეს არის ჩემი ბავშვობის ნოსტალგიური ბომბონერი. ბომბონერი, რომელსაც გიждდებოდი. სათხართ. ეხლა მითხარით, რომ აი ეს ბომბონერი თქვენ ერთხელ მაინც არ გაგისინჯავთ. ეს ბრანდის ბომბონერი ახალ წელს ერთხელ მაინც არ გაგისინჯავთ. და ცოტა არ აზარხოშებულ ხართ. არ მომატყუოთ. მე ამაზე კიდევ მახსოვს, რომ დედაჩემი სულ მეჩხუბებოდა ხოლმე, რომ ნუ აყირავებო, იმიტომ რომ თავის ჩასადებებში ხოდებს ეს ბომბონერი, ხო და რო არ აყრილიყო მოკლედ და მე პიანინოს მასწავლებელთან რომ იმქონდა ხოლმე, სხვა ეს ვატრიალებდი, იმიტომ რომ პიანინო არ მიყვარდა და არ მინდოდა ზიარული. და ამას საჩუქრად მოაყოლეს, რაც არ შემიკვეთავს. ვარა მაგარია. ყველაფერი გავხსნათ და შევჭამოთ. ვაიმე, ესე საგულდაგულოდ რატო შემიფუთეს? საჭმელად მინდა, ხალხო, დასადებად კი არა. რაღაცა თხილის ესეთი ერთი, მეორე და შემდეგი გვაქვს პისტასი ეს. ეს შოკოლადები სულაც არ მაინტერესებს, I'm so sorry, საჩუქარია, მაგრამ აი ეს. ჯაჯა. ისეთი სუნი აქვს, როგორც ბავშვობაში ჰქონდა. აუ, არ გიყვარდათ ეს? აი, მითხარით, ეს არ გიყვარდათ? აუ, ახლა ვეჭირებ. ესე ვისყავლენ ხოლმე პირში. აი ალკოჰოლს კი შეიცავს ეს. მე მგონი მე ლოთი ვიყავი. მე უბრალოდ ის არ ვქვა, დამავიწყდა ალბათ და დავანები ალკოჰოლს. ვამ გამეხსნა ცხვირში. 5 და 80 ღირდა. ეხლა რაღაც არ ვიცი. არა, ცოტა ხანი სამუშაოზე უნდა წავიდე, რულთან უნდა დავჭრე. Is it okay? ეს არის ნოსტალგია, სიყვარული და ყველაფერი. აი ეს შოკოლადი არ მინდა რომ დედამიწიდან გაქრეს. არასდროს არ წამიკითხავს, სადაურია აი ეს შოკოლადი. ქართულ ნაწილი არ გავქიშდე, ნახშირწყლებიო, შაქარიო. Germany. გერმანულია. იმიტომ აქ кайგემო. ანუ ბავშვობიდან მქონია ეს რაღაცა. ბავშვობიდან კაი მიყვარს. ეხლა ერთ წამით ესენი გავხსნათ. უი, ესეთ რა პუჭურა. მე მეგონა ეს დიდი იქნებოდა. აი ესეთია. და
სუნი აქვს შესანიშნავი. გემო არა. ახლა გადავიდეთ ამაზე. ამას არა უშავს, მაგრამ დიდად არც სიტკუ არ აქვს არაფერი. ეს შოკოლადები არა, მაგრამ შენც გაგიმარჯოს, ვინც ამ ვიდეოს უყურებ. მეც გამიმარჯოს, ამ შოკოლადების გამომგონებელსაც გაუმარჯოს. ვინც ამას იაპონიაში ყიდის, იმასაც გაუმარჯოს. ჩემ წაზრასაც გვენდარჩენას გაუმარჯოს. ვიმედოვნებ, რომ მოგეწონათ, ისიამოვნეთ, იხვანცალეთ, გაგეცინათ ან გაგეღიმათ, მაინც თუ არც გაგეღიმათ, არც გაგეცინათ, შემდეგ ვიდეოში შევეცდები, რომ გაგეღიმოთ და გაგაცინოთ. გაუმარჯოს.